ვაგრძელებთ კუნძულ ბალიზე მოგზაურობას და კვლავ უბუდში ვარ. Online დავჯავშნე ტური, რომლის ღირებულება ერთ კაცზე 100 ლარია. Ამ ტურში არ შედის ბილეთების საფასური, რომლებსაც შემდეგ უშუალოდ ადგილზე შევიძენთ. ტური ერთდღიანია და რამდენიმე ღირსშესანიშნაობას მოვინახულებთ. ძღოლმა დილით ადრე მოგვაკითხა და ჩვენც პირველი დანიშნულების ადგილისკენ გავემართეთ. იქამდე მისასვლელად დაახლოებით 9 საათი გჭირდება. Ჩვენ ტური იწყება ბრინჯის პლანტაციებიდან და ახლა ჩვენ ვართ ერთ-ერთ კი არა და ყველაზე ცნობილ ადგილას მთელ ბალიზე, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და ყოველთვის ძალიან ბევრი ადამიანი მოდის. თუმცა ეს პერიოდი ნაკლებად ხალხმრავალია, ჩვენც ისეთი ტური ავარჩიეთ, რომ პირველ რიგში აქ მოსულიყავით დილით, რამდენიმე ადამიანი შევარჩიეთ მხოლოდ, რაც მანამდე ქონა გარკვეული, ის იყო რომ ამ პერიოდში ყველაზე მწვანე და ყველაზე სანახაობრივია. ერთი შეხედვით ჯერ ამას ვერ ვიტყვით. შეიძლება ამინდის ბრალი რომ ჯერ მზე არ ანათებს კარგად, თუმცა 1 საათი ოქნება აქ ასატარებლად. ადგილზე რამდენიმე აქტივობა, ალბათ რომელიმეს მეც ავირჩევ რომ გამოვცადო, დანარჩენ დროს კი დავუთო ბაქციერნობას და ხედებით გბობას. ტეგა-ლალანგის ბრინჯის მინდვრები ზღვის დონიდან 600 მეტრზე მდებარეობს ხეობაში, საიდანაც ტერასებისა და მწვანე ლანდშაფტის თვალწარმტაცი ხედები იშლება. პეჯენგისა და კამპუჰანის სოფლების ბრინჯის მინდვრებთან ერთად ტეგა-ლალანგის ბრინჯის მინდვრები უბუდის რეგიონში სამ ყველაზე განსაცვიფრებელ ტერასულ ლანდშაფტს ქმნის. ახლა ესეთ ადგილას ვარ, სადაც ლამაზ გოგოები მოდიან, ასევე ლამაზ კაბებს იცვამენ და შეუდარებელ ფოტოებს იღებენ, თუმცა მეც გადავწყვიტე ამ ადგილას მოსვლა, გაქანება საქანელათი. ფიქრობ არც მე გავამივიღეთ ცუდი ფოტოები და ვიდეოები, ვნახოთ რა იქნება. Hello guys. On this one. Careful, brother. Clark, I just Okay. Where are you from? From Georgia, country. Oh, You know? nice. It's very far away, huh? Yeah, very, very far away. Okay. Sit down, brother. More back. Just a second. No worries. Okay. Okay. More back. Yeah. More back again. Flat back more. More? Yes. More. Okay. Lean back your body. Like this. Oh, thank you so much. Ready to go? Yeah, I'm ready. Back your body, brother. Okay. Yeah. Thanks. Woohoo! Argia. Yeah. Hey! როგორც ადრე ვთქვი, ყოველთვის თან მაქვს წვრილი თანხა. მართალია ფაში შედის საქანელათი გაქანება, მაგრამ აქ მომუშავეები იმდენად კეთილგანწყობილი ხალხია და ისე დაუშურულად ირჯებიან, ვფიქრობ, თქვენც გაგიჩნდებათ სურვილი მცირე თანხით გამოხატოთ მადლიერება. ბრინჯი კუნძულ ბალიზე სოფლის მეურნეობისა და ტრადიციული სამზარეულოს საბაზისო კულტურაა. ის არა მარტო მცენარე, არამედ სიცოცხლის, ნაყოფიერებისა და კულტურის სიმბოლოა. ტერასებად გაშენებული ბრინჯის ველები წარმოუდგენლად ლამაზ პეიზაჟებს ქმნის, რომლებიც კუნძულის იერსახისა და მისი კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ტერასულ მინდვრებს ადგილობრივ ენაზე სუბაქს უწოდებენ. უძველესი სასოფლო სამეურნეო სისტემაა, რომელიც ბალიში 1000 წლის წინ წარმოიშვა. მთიან პირობებში ბრინჯის მოსაყვანად ბალინელებმა უნიკალური ტერასული სისტემები მოიფიქრეს. მინდვრების ეს კასკადი მთების ფერდობზეა განლაგებული, სადაც თითოეულ ტერასას იდეალურად გასწორებული დონე აქვს, რაც წყალს მათზე შეუფერხებლად ჩადინების საშუალებას აძლევს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტრადიციული სარწყავი სისტემა, რომელსაც სასოფლო სამეურნეო თემები და ტაძრები მართავენ. მას მთის წყაროებიდან წყალი მინდვრებში გადააქვს, რითაც ინარჩუნებს ბრინჯის მოყვანისთვის საჭირო ტენიანობის მუდმივ დონეს. ერთია რომ აქ მოდიხარ და ტიპები ხედებით, მაგრამ როდესაც მის ისტორიას ეცნობი, კიდევ უფრო საინტერესო ადგილი ხდება. როცა წარმოვიდგენთ, რომ ეს პლანტაციები
მერვე საუკუნიდან აქ არის და იმ დროს უკვე იცოდნენ საირიგაციო სისტემა თუ როგორ მოეწყოთ ეს ადგილი იმისთვის რომ საკმაოდ კარგი მოსავალი მიიღოთ, კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება პირადად ჩემთვის. ალბათ სწორედ ეს არის მიზეზი, რომ იუნესკომ ეს ადგილი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიყვანა. ასევე უნდა აღვნიშნო ერთი ფაქტი, რომ ის აქტივობები, რაც აქ არის, მაქსიმალურად ჰარმონიაშია ბუნებასთან. მოგეხსენებათ, არც თუ ისე იშვიათად ტურისტულ ადგილებში ჩვევიათ ისეთი ნიუანსების შეტანა, რომელიც გარემოს ამახინჯებს ხოლმე, თუმცა ამ ადგილზე ნამდვილად ვერ ვიტყვით ამ ყველაფერს. ის ფოტოები და ვიდეოები რასთან ნახი მქონდა, უფრო მასშტაბური მეგონა ეს ადგილი, ვფიქრობ, ერთ საათს თუ გამოყოფთ მის დასათვალიერებლად, სრულიად საკმარისი იქნება ფოტოს გადასაღებად, დასასვენებლად, განსატვირთად, კარგი მოგონებების შექმნისთვის. ჩვენს დაახლოებით 50 წუთი აქ ვართ და ნელ-ნელა დავიძრებით ზედა მიმართულებით. ბრინჯი, როგორც საკვები პროდუქტი, აქაური მოსახლეობისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. თუმცა ბრინჯის ტერასების ტურიზმი სულ უფრო მეტად დომინანტური ხდება. მოვიარეთ ყველაფერი და სანამ მანქანასთან მივალთ ამ წავალთ შემდეგი დანიშნულების ადგილისკენ, ფასებზეც გეტყვით. შემოსვლა 50,000 ინდონეზიური რუპია ღირს, რაც დაახლოებით 9 ლარამდე იქნება უხეშეთრებიან გარეშოთ. თუმცა თუ თქვენ ჩემსავით აიღებთ საქანელას, ის ღირს 200,000, რაც რომ გადავიყვანთ ლარებში იქნება 34-35 ლარი და ამ ფასში შედის შემოსვლის საფასურიც. ჩვენ ორივე გადაგვახდა იუნეს თავიდან, თუმცა მე მოირბინა სალაროდან ადამიანმა და გითხრა რომ შეცდომით გადაგვახდეინოთ თანხა და 50,000-ს დაგვიბრუნდა, რაც ასევე კარგი საქციელია. აქტივებს რაც შეეხება ძირითადად 100-დან 300,000 ინდონეზიურ რუპიამდე მერყეობს, შესაბამისად 18 ლარიდან 52-53 გააჩნია კურსი როგორი იქნება. ამიტომ თქვენზე დამოკიდებული რას აარჩევთ, როგორ გაატარებთ აქ დროს და ფასით შესაბამისად გამოგივათ. ჩვენ კი წავედით შემდეგი დანიშნულების ადგილისკენ. ამ ადგილის პოპულარობის გამო გარშემო ძალიან ბევრი სასტუმროა. უმეტესწილად სასტუმროები ისეა დაპროექტებული, რომ ტერასულად აქვს სასტუმრო ოთახები, პატარა კერძო და საერთო აუზები, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება ბრინჯის ტერასებზე და მთებზე. ცენტრთან შედარებით ფასებიც შედარებით ძვირია. ორადგილიანი ოთახი საშუალოდ $100-დან ზემოთ მერყეობს. დავტოვეთ ბრინჯის პლანტაციები და წავედით შემდეგი დანიშნულების ადგილისკენ. იქამდე მისასვლელად მხოლოდ 15 წუთი გჭირდება. ამჯერად არანაკლებ ლამასა და საინტერესო ჩაისა და ყავის პლანტაციას ვესტუმრებით. ამ პლანტაციას ადგილობრივი გიდი გაგვაცნობს. In here also we have two different type of coffee. We have Arabica and Robusta coffee also. For the Robusta coffee, this one the leaf more bigger, and then for the Arabica coffee, the leaf more small. But for the taste, Robusta this one more strong, more bitter taste than Arabica. Usually for the Robusta we use for making espresso coffee. Wow. Yeah, for the Arabica we making latte, Americano and cappuccino. Because the taste more light. Yeah, not too strong. Yeah. This one also we have cacao fruit. This one inside many cacao beans. Yeah, but this one not ripe. Yeah. When the ripe become the color yellow. Yeah. ინდონეზია ყავის წარმოების მიხედვით მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იგავებს. ყავის წარმოება სათავეს ნიდერლანდელების კოლონიზაციის პერიოდიდან, მე-17 საუკუნის დასაწყისიდან იღებს. ინდონეზია ეკვატორთან მდებარეობს, რაც ხელსაყრელი ამ საქმიანობისთვის. ის კუნძულები, რომლებიც მთიანი რეგიონებით გამოირჩევა, ქმნის შესაფერის მიკროკლიმატს ყავის მოყვანისა და წარმოებისთვის. We have also the tree of the mangosteen. This one of the tropical fruit here. Yeah. Maybe we use just from the skin of the fruit. Okay. Yeah. Inside also you can eat white color. We use just the purple, the skin. Yeah. This one tea also good for cholesterol. Yeah. Later also you can try. One also the coffee beans. Yeah, but still green. Yeah. Yeah. When the ripe become the color red. Most we waiting
2 until 3 months become the red color. პლანტაციაში გადაადგილებისას ხვდებით ბალინურ კივს, კურკუმას, ანანას და სხვა ტროპიკულ ხილს. ყველა მათგანს ჩაის ან ყავის არომატიზირებისთვის იყენებენ. გარდა ყავისა და ჩაისა, აქ სხვადასხვა სახის სანელებლებიც მოჰყავთ. შავი პილპილი, ლიმონის ბალახი, ქარი და სხვა სანელებლები გამოიყენება როგორც კერძებისთვის, ისე ზოგიერთი ჩაის ექსტრაქტად. როგორც ჩვენმა მასპინძელმა აგვიხსნა, არსებობს ყავის მარცვლის ორი სახეობა: მამრი და მდედრი. მამრი ყავის მარცვალი უფრო ძლიერი, მწარე და გემრიელია, ვიდრე მდედრი. უმეტესწილად მათ ერთმანეთში ურევენ, რადგან მამრი მარცვალი ბევრი არ იზრდება. დაახლოებით 30% მამრი და 70% მდედრია შეფარდება. This one also we have cacao beans for material chocolate, but this one after we dry, not roasted yet. Yeah, we need to roast it first, we make the powder. For the roasting coffee, we still traditional process. For the 1 kilogram coffee, we need to roast it 45 minutes until 1 hour, but depend the fire also. მოხალვის შემდეგ მარცვლებს ათავსებენ ერთგვარ სანახში, რომ ქერქი გააცალონ და მაქსიმალურად დაანაწერონ თითოეული მარცვალი. დანაყულ ყავას ცრიან, რომ წვრილად დაფქული ფხვნილი განაცალკევონ. ამ ყავის დაგემოვნებისთვის 2 ჩაის კოვზი ყავა და ადუღებული წყალია საჭირო. მსგავსად ამუშავებენ კაკაოს მარცვლებსაც. ულამაზეს ტერასაზე გადავინაცვლეთ, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედები იშლება პლანტაციებზე და ბრინჯის ტერასებზე. საოცრად მშვიდი გარემოა. რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ მასპინძელმა 13 სახეობის ყავა და ჩაი მოგვიტანა დეგუსტაციისთვის. დეგუსტაციისთვის მაქსიმალურად მრავალფეროვან ვარიანტებს გვთავაზობენ. როსელას ჩაი, რომელიც კარგია სისხლის მიმოქცევისთვის, ჯინჯერის, იგივე ჯანჯაფილის ჩაი, კარგია კუჭის პრობლემებისთვის, წითელი ბრინჯის ჩაი, ამაგრებს ძვლებს, კარგია ოსტეოპოროზის დროს. ლიმონის ბალახის ჩაი, კარგია გრიპისა და გაციებისას. Hot cacao, chocolate, good for everything, good for happiness. Make you happy. This one, coffee avocado. Bali coffee, no sugar. Vanilla coffee. Mochaccino, coffee and cacao. Coconut coffee, and the last one, ginseng, good for energy. ძალიან ბევრი რაღაც მომიტანეს. ჩაიც ყავაც და უნდა დავიწყო დაგემონება, იმედია დღეს გადავრჩები ამდენ რაღაცას და გავსინჯო. So sweet. Yeah. We put from the coconut sugar and honey. Kokosის შაქარი და თაფლი. სეროზელის თი. გადავლევ ჯინჯერის ჩაის. დაუცუნდა. What am Spicy, yeah? Yeah, too much. Mangosteen and curcuma. From here? Yeah. Wow. One good for the iced tea also. დავაგემოვნე ყველაფერი, მართლა ყველაფერი დავაგემოვნე, დავიწყე ჩაით, გადავედი ყავაზე, ასევე კაკაო. მომეწონა ყველაზე მეტად ყავებში
ადგილობრივი ბალინური ყავა, ასევე ავოკადოს ყავა, რომელიც სუბუქია და ისეთი შეგრძნება, თქოს რძე არისო, მაგრამ იგრძნობა ეს ტროპიკული არომატები. ჩაებში არ მომეწონა მხოლოდ ჯინჯერის, იმიტომ რომ საკმაოდ ცხარე იყო და ცხარეს ვერ საკვებს ჭამ, ვერც სასმელს ამ შემთხვევაში. უმეტესად მომეწონა ყველაფერი, რაც დავაგემოვნე და უკვე ავალ ზევით, სადაც შეგვიძლია შევიძინოთ ადგილობრივი ჩაით და ყავას და უკვე წავიღო სახლისთვისაც და მეგობრებისთვისაც. რაც თავარია და რაც მნიშვნელოვანია, რაც კი დავაგემოვნე, რასაც ახლა აქ ხედავთ, ყველაფერი არის ამ ფერმაში გაზრდილი, მოსული და აქ გადამუშავებული, რაც კიდევ უფრო მეტად საინტერესოს ხდის ამას. ტურის შემდეგ შევედით იმ ადგილას, სადაც ყიდიან პროდუქტს და ისე მოგვეწონა ყველაფერი. შევიძინეთ სახლისთვისაც, მეგობრებისთვისაც და საბოლოო შევფასოთ, მართლა ძალიან მომეწონა. მართალია ბანდუნგში ყოფნისას კოფილვაკი დავაგემოვნეთ, მაგრამ განსხვავდებოდა იმით, რომ მრავალფეროვანი ფერმა არის, სადაც იყო ჩაიც, ყავაც, კაკაოც, სხვადასხვა მცენარეს ვნახეთ. ამიტომ ყველას გირჩევთ ბალიზე მოგზაურობისას ასეთ ფერმას ესტუმროთ. დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგეწონება და კარგ რაღაცებსაც შეიცავთ. კუნძულ ბალიზე მოგზაურობისას ჯობს ისე დაგეგმოთ, რომ ერთ მარშრუტზე მაქსიმალურად ბევრი რამ მოინახულოთ, რადგან პატარა მანძილის დაფარვასაც კი დიდი დრო მიაქვს. ბალი ცნობილია ჩანჩქერების სიმრავლით. შემდეგი დანიშნულების ადგილი გუარაჯას ჩანჩქერია. მართალია პატარაა და სხვა ჩანჩქერებისგან არც ისე გამორჩეული, მაგრამ გზადაა და მაინც მოვინახულებთ. დავაყენეთ მანქანა, შევიძინეთ ბილეთები შესასვლელი, გადავიხადეთ 25,000, რაც დაახლოებით 3-4 ლარი გამოდის. როგორც ვიცი, ფეხით უნდა ვიაროთ დაახლოებით 20 წუთი და მივალთ უკვე ჩანჩქერამდე. ნახოთ როგორი გზა იქნება გასავლელი. ჩანჩქერთან ახლოს მისასვლელად ფეხსაცმლის გახდა და მუხლებამდე სიღრმისწყლის გადალახვა მოგიწევთ. ფეხით სიარულით სულ რაღაც 10 წუთი დაგვჭირდა, უფრო მეც ველოდის და მოვედით ამ ადგილას, სადაც არის პატარა ჩანჩქერი და ასევე ხელოვნურად გაკეთებული აუზები. სიმართლე გითხრათ, ფოტოებში უფრო ბევრად შთამბეჭდავი ჩანდა. ეს არის ჩანჩქერი, რომელიც ქვაბულშია და ძალიან ლამაზ ფოტოებს იღებენ. მართალია აქ სურვილი არ გამიშთა, ვინაიდან ხელოვნურია და თან ბევრად ლამაზი ჩანჩქერებია ბალიზე, თუმცა მაინც შევედი, შევტოვე, ცოტა გავგრილდი და ამ კუთხით ძალიან სასიამოვნოა. სხვა ხალხი კი მოდის აქ საცურაოდ, საბანაოდ, გასაგრილებად, თუმცა ჩვენ მე დროს აღარ დავხარჯავთ აქ, ვინაიდან მაინც არ მოიხიბლეთ დიდხანს და დროის გატარებას და დასვენებას არ ვაპირებთ. გვირჩევნე გზა გავაგრძელოთ, შემდეგი საინტერესო სანახაობებისკენ. რამდენიმე ადგილის დათვალიერების შემდეგ ჩვენ მზღოლთ ხოვეთ ლანჩისთვის, წახემსებისთვის. რამე საინტერესო ადგილზე გავჩერებულიყავით და მანაც ამ შენერ ადგილას მოგვიყვანა. ეს არის ჩვეულებრივი ადგილობრივი რესტორანი, სადაც არის ეგრეთ წოდებული შვედური მაგიდა. მთლიანობაში იხდით 180,000 ინდონეზიურ რუპიას, რაც დაახლოებით 30-31 ლარი გამოდის.
და შეგიძლიათ იმდენი რაოდენობით მithვათ, რამდენიც გესიამოვნებათ. სიმართლე რომ ვთქვათ, საკმაოდ ძვირი ეს, ვინაიდან შუადღისით მაინც და მაინც ბევრს ვერ მივირთმევთ და რომ შევადაროთ უბულში არსებული ის რესტორნები, სადაც ამ პერიოდის განმავლობაში მოვინახულეთ, საკმაოდ კარგი რესტორნები, კარგი სამზარეულოთი, ორჯერ იაფიხეს. თუმცა, რა თქმა უნდა, თავარი აქ არის ის ხედი, რომელიც შემუკანიშლება ბრინჯის პლანტაციები, არაჩვეულებრივი გარემო და ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ. მივირთვით და ახლა გავეშურებით შემდეგი ადგილის სანახავად. ამ ადგილიდან დაახლოებით 9 საათში მივალთ დღევანდელი დღის გეგმის ბოლო ღირსშესანიშნაობის სანახავად. ერთ-ერთ გამორჩეულ და ფოტოგენურ ტაძარს ვესტუმრებით. ეს კომპლექსი სადაც ახლა ვიმყოფებით 1946 წელს არის აშენებული. და როგორც მოგეხსენება, დროთა განმავლობაში იცლის ხოლმე ასეთი კომპლექსი იქნება, ტაძარი თუ სხვა ადგილები. გამოსარჩევი 1963 წელი, რა დროსაც ახლოს მდებარე ვულკანი აგუნგი ამოიფრქვა და ფაქტობრივად მთლიანად გაანადგურა ეს ტერიტორია. თუმცა მოგვიანებით კვლავ აღადგინეს და ეს არის ერთ-ერთი პოპულარული ადგილი მთლიანად ბალიზე. ვინაიდან ადამიანები მოდიან აქ დასასვენებლად, ფოტოების გადასაღებად, რომლის საფასური არის 90,000 ინდონეზიური რუპია, რაც დაახლოებით 15 ლარი გამოდის. თუმცა გაითვალისწინეთ, აქ ბარათით ვერ გადაიხდით, ამიტომ აუცილებელია ნაღდი ანგარის სწორება გქონდეთ, რათა შეძლოთ ბილეთის ყიდვა და აქ შემოსვლა. ბალიში თუ რამე ადგილი არის პოპულარული, ესე იგი ნიშნავს, რომ ძალიან კარგი ფოტო-ვიდეოები გამოდის და ეს ადგილიც ერთ-ერთი პოპულარული ადგილია. სადაც შეგვიძლია ბილეთის ყიდვის შემდეგ თევზის საჭმელი ავიღოთ და ნახეთ. მოლენ ასეთ ლამაზი თევზები ჭამენ, არ მენანება. და წყალში დადიხარ, რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზ ფოტოებს გადაიღებთ. გოგოები განსაკუთრებით ფერად კაბებში ემზადებიან. მოდიან და იღებენ ასეთ შუა წყალში თევზებთან, ლამაზ ხეზე. ძალიან კარგი ფოტოები გამოდის. მაინც და მაინც ეს ადგილები არ მიზიდავს ხოლმე ფოტოების გადასაღებად, თორემ მირჩენია რამე ბეთონ გადავიღო, ვიდრე მე გადამიღო, მაგრამ ასეთ ადგილას პირველად და ძალიან მომწონს. აი ასე გავარ შუა წყალში და დავდივარ ამ ბილიკზე. საკმაოდ ლამაზია, მინდა გითხრათ. იქით სულ ფოტოებს და ვიდეოებს იღებენ. მეც აქეთ გამოვედი, სადაც ხალხმრავლობა არ იყო, რომ აქედან შემოსულიყავი. კარგი ადგილია, თუმცა უმჯობესია წინ ვიყურო, რომ არ ჩავარდე. კი კარგი იქნებოდა გაგრძელება, მაგრამ ალბათ მაინც სხვა ადგილას აჯობებს. თუ ადგილი კი ძალიან სასიამოვნო და მართლა ფოტოგენურია. ტროპიკულ ადგილებში ქვეწარმავლები ჩვეულებრივი მოვლენაა. ადგილობრივები მათთან ფოტოსა და ვიდეო გადაღებას გვთავაზობენ. ჩემი ფობიიდან გამომდინარე ამის სურვილი არასდროს მიჩნდება. ჩემგან განსხვავებით, რობის უყვარს ქვეწარმავლები და არც ამჯერად თქვა უარი ამ გველთან ჩახუტებაზე. გველთან პოზირება დაახლოებით 9 ლარი დაგიჯდებათ.
დღევანდელი გადაცემა აქ სრულდება, მაგრამ გრძელდება ჩვენი მოგზაურობა. შემდეგ გადაცემაში ნუსა პენიდას ვესტუმრებით. არ გამოტოვოთ.